ხო, პირველი დავიწყებ გიორგის საკითხით. სასამართლო ახლა რამდენიმე წუთში ჩაინიშნება სავარაუდოდ, იმიტომ რომ უკვე გიორგი გადმოჰყავთ იზოლატორიდან, ის მესამე იზოლატორში იყო დიღომში მოთავსებული და იქიდან უკვე სასამართლოში. საქმე უკვე შეტანილია კანცელარიის საშუალებით თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამიტომ პროცესის ჩანიშვნას ველოდებით, მეც ახალ-ახალს მოვედი და მე სამწუხაროდ არ მექნება საშუალება, რომ გიორგი ვნახო პროცესის დაწყებამდე, თუმცა ალბათ რაღაც დროს სასამართლო მაინც მოგცემს, იმიტომ რომ ჩვენ ჯერჯერობით არც ერთი მტკიცებულება და არც ერთი დოკუმენტი არ ვიცით, რომელიც გიორგის საქმეში დევს. რაც შეეხება დანახველის განცხადებას, ის ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება, იმიტომ რომ აუცილებელი არის პიროვნების ნაწილობრივ გაშიშვლება იმისათვის, რომ მართლაც შემოწმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა ჩვენ ამაზე არც გვქონია რაიმე სახის პრეტენზია, ჩვენ საუბრობთ სრულ გაშიშვლებაზე, რომელიც განხორციელდა გიორგის შემთხვევაში, სრული გაშიშვლება 2016 წლის ბრძანება არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის, რომელიც პირდაპირ გრძალავს პიროვნების სრულ გაშიშვლებას. იმ შემთხვევაში თუ თავად მიუთითებს შემდგომში დაზარალებული, რომ ისეთ ადგილას აქვს მას რაიმე სახის დაზიანება, რომელიც განსაკუთრებულ საჭიროებას და ჩარევას საჭიროებს, ამ შემთხვევაში აი შემდგომ უკვე შეიძლება მსგავს საკითხზე საუბარი. ამ შემთხვევაში გიორგი მოინახულა ექიმმაც, მას არ მიუთითებია არანაირ დაზიანებაზე, რომელიც შეიძლება საჭიროებდეს სრულ გაშიშვლებას და მეტიც გააჩნია მიზანს. თუ გავყვებით დანახველის განცხადებას, რომ შეიძლება სამედიცინო თვალსაზრისით იყოს ადამიანი სრულად გაშიშვლებული, მაშინ ის უნდა აღიწეროს შესაბამისად ოქმში სამედიცინოში და უნდა იყოს მითითებული, რა საჭიროებიდან გამომდინარე მოხდა ადამიანის სრული გაშიშვლება. ხოლო ბუქნების გაკეთება დაზიანებული ადამიანის შემთხვევაშიც კი არ მგონია, რომ რომელიმე ადამიანი ფიქრობდეს, რომ ეს არის კანონიერი ან სამედიცინო თვალსაზრისით შეიძლება იყოს გამართლებული. ვერ ხვდები ბუქნის გაკეთება სრულად გაშიშვებული ადამიანის რა სამედიცინო საჭიროებებს შეიძლება დაუკავშიროთ. კი ბატონო, რაც შეეხება პროცესს, არსებობს მის მიერ არსებობს გიორგის ტელეფონი, სადაც არის იმ ღამის მასალები გადაღებული და არსებობს ჩვენი ტელეეთერი, სადაც ეს მასალები გადიოდა ტელეეთერში, ასევე თავდაპირველი საინფორმაციო ჯგუფში, ეს თქვათ ის გვაწვდიდა მასალებს ასევე, რომელსაც ტელეფონით იღებდა აქციაზე. ანუ ის რომ ის თავის საქმეს აკეთებდა აქციაზე, როგორც რეპორტიორი, ეს ამის ახსნა ბუნებრივია, ეს იქნება მთავარი, რაც უნდა აუხსნათ დღეს სასამართლოს. ხომ ასეა? იმის გამო, რომ ჩვენ ადმინისტრაციული ორგანოსგან არ გვქონდა და არ გვაქვს იმედი იმის რომ ის ობიექტურ მტკიცებულებებს მოიპოვებს, მათ შორის და ადასტურებს იმას, რომ გიორგი ტელეკომპანია პირველის თანამშრომელი არის და ის სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა და მათ შორის ვალდებულებებსაც, რომლებიც აქვს კომპანიის წინაშე და საზოგადოების წინაშე აღებული, ჩვენ დავიწყეთ დამოუკიდებლად მტკიცებულებების მოპოვება და მოვიპოვეთ როგორც ცნობები ტელეკომპანია პირველის მხრიდან გაცემული, ასევე არაერთი ობიექტური პირის მიერ გადაღებული ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს, რომ დაკავების პროცესში, როდესაც ხდებოდა უკანონო დაკავებები, გიორგი მიყვებოდა ამ პროცესებს საკუთარი მობილური ტელეფონით, იღებდა ამ ყველაფერს და შემდგომში უგზავნიდა ტელეკომპანია პირველი საინფორმაციო სამსახურს. მათ შორის დღეს წარმოვიდგენთ ჩვენ მტკიცებულებებს, რომელიც საჯაროდ გამოაქვეყნა ტელეკომპანია პირველი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ, რომლითაც დასტურდება, რომ გიორგი ნამდვილად მუშაობდა იმ პროცესში და მოწოდებული ინფორმაცია შემდგომში გადიოდა მაუწყებლის ეთერით პირდაპირ ეთერში. აქედან გამომდინარე უკვე ვნახოთ სასამართლო რა მტკიცებულებებს გაიზიარებს, საერთოდ მოგცემთ თუ არა უფლებას, რომ ეს მტკიცებულებები დავურთოთ ჩვენ საქმეზე, რადგან ვარაუდი იმისიც არის, რომ შეიძლება უარი თქვას დართვაზე, იმიტომ რომ შემდგომ თავად სასამართლოს არ გაუჭირდეს უკანონო გადაწყვეტილების მიღება. ამ რეალობაშიც კი, თუმცა წინასასაუბარს მოვერიდები და ვნახოთ უკვე პროცესზე როგორ განვითარდება მომენტები. კი ბატონო, თორნიკე, ბუნებრივია, ჩვენ მოგვიწევს კიდევ ერთხელ შეხმიანება დღის განმავლობაში, შენ ახლა მიემართები სწორედ სასამართლოში. მადლობა თორნიკე მიგინეიშვილს, რომელიც გიორგი მამნიაშვილის ადვოკატია.